გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო და ვეცდები რომ უფრო ხშირად ჩავწერო ხოლმე ამის შემდეგ და აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო უჩა ქემაშვილის დაკავებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააკავა იმის გულისთვის, რომ მან აქციაზე დაწვა ქართული ოცნების პარტიული დროშა. ანუ პარტიული სიმბოლიკის მიმართ რაღაცა პროტესტის გამოხატვის გამო საქართველოში დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ანუ ეს არის პირდაპირი უგულებელყოფა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების. აი პირდაპირ აი ხაზგადასმა არის მისი ეს დაკავება. მეორე მიზეზი რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ ალუჩას არიგებდა ეს ადამიანი აქციაზე და ვინმე თუ არ იცით ვინ არის უჩა ქემაშვილი, მე მოგიყვებით, მე პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია უჩა არის ასე ვთქვათ ინტერნეტ აქტივისტი, ანუ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ როცა ოდნოკლასნიკებზე იყო ხალხი, მაშინ მოახერხა, რომ თავის სოფელში თორსები ჩუმლაყიდან არის, გააკეთა პატარა სკვერი, რომელშიც იყო Wi-Fi სპოტი და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იქ მისულიყო, ინტერნეტს დაკავშირებოდა, მოეხმარა იქ კომპიუტერიც ჰქონდა თუ არ ვცდები, რომლითაც ადამიანები სარგებლობდნენ და ინფორმაციას მოიძიებდნენ თუ ვიღაცას უკავშირდებოდნენ. და მოკლედ ძალიან ეს არის ადამიანი, რომელმაც მაშინვე აუწყო ფეხი ტექნოლოგიებს, როგორც კი რაღაცა ოდნავი გამოჩნდა საქართველოში და ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გარემოს გარშემომყოფებს და საზოგადოებას სარგებელი მოუტანა თავისი საქმიანობით. და ესეთ ადამიანებზე დგას საზოგადოება და ესეთი ადამიანები არიან ვისაც უნდა ვიამაყოთ ხოლმე და ვისაც უნდა მივბაძოთ და ვისაც უნდა შევხაროდეთ და არა ვიღაცა მუქთახორები, რომლებიც ამ ქვეყანას რაღაც ფსევდოპატრიოტიზმით და რაღაც ფსევდოსიყვარულით თვითონ სადღაც კი არა და ზოგადად უფსკულში მიუძღვებიან. ხოლო უჩა ქემაშვილი და არის ადამიანი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, ვინც გაიხსენებს თუ რა სარგებელი მოუტანა მას. ანუ აი თქვათ შეიძლება რაღაც პირდაპირ ხელიდან ხელში არ დახმარებოდა ვიღაცას, მაგრამ აი მის მიერ გაკეთებული რაღაცა საქმე რომ ვიღაცას გამოადგა, ესეთი ადამიანები კიდევ უფრო ბევრი იქნებიან გარდა იმ ადამიანებისა, რომელსაც ეს ადამიანი გვერდში დაუდგა, ხო და თუ ესეთ მოქალაქეებს და ესეთ პიროვნებებს აკავებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ პარტიული სიმბოლიკა დაწვა და პარტიულ სიმბოლიკას გამოუცხადა პროტესტი, ჩემი აზრით ის ადამიანები ხა ქოცებს და ტროლებს და ბოტებს თავისთავად ცხადია აღარავინ აღარ ელაპარაკება, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობთ, ან რაღაც ყური მოგიკრავთ, ან თქვენი თანასოფლე, თქვენი თანარაიონელი არის, თანაკუთხელი არის ეს კაცი და გაგიგიათ მის შესახებ და გაგიგიათ თუ რა საქმე აქვს გაკეთებული, აი ამაზე დაფიქრდით, რომ იმ ხალხს, რომელსაც უსამშობლოებს, რადიკალებს და 1000 უაზრო რაღაცას უწოდებენ, აი ის გადახედეთ მე ვინ არის სინამდვილეში აი ამ იარლიყების ქვეშ დაკავებული და რა ხალხი ყავს ქართულ ოცნებას ჩაყრილი ციხეში და მიხვდებით ჩემი აზრით ყველაფერს და თუ ვერ მიხვდებით და აქ რავი პრინციპში არ ვიცი, მეტი აღარ უნდა გითხრათ რა და უნდა თქვა, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უჩა ქემაშვილის ნაირი ადამიანები, რომელმაც თან არჩია, რომ ბოლომდე დარჩენილიყო თავის სოფელში და თავის რაიონში და იქ გამოსდგომოდა ყველას და გაეუმჯობესებინა მდგომარეობა როგორც თანასოფლელების, ისევე ზოგადად აი ამ რაღაცა ლოკალური აქტივიზმით მთელი თავისი ქვეყნის და საზოგადოების ზოგადად, ეს კაცი დღეს დაკავებული არის კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ პარტიული, ანუ საბჭოთა და ზოგადად პარტიული აი ეს მენტალიტეტი გავიხსენოთ, როგორ და რანაირად არის საქართველოს ისტორიაში და ქართულ კონტექსტში და მე გავაანალიზოთ, რომ 2025 წელს პარტიული სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის ვიღაცა ციხეში ზის.